Am ვიდეოში თქვენ ნახავთ 2015 წლიან Jeep Grand Cherokee, რომელიც ვიყიდეს სულ რაღაც $550. ერთი შეხედვით მანქანა აღარ ვარ გაწინ ცხოველს დაეჯახა და ალბათ შეიწირა კიდეც და თან parts-only საბუთი აქვს. ანუ ამერიკაში მის გადაადგილება აღარ შეიძლება ოფიციალურად, მხოლოდ ნაწილებისთვის დასაშლელად თუ გამოდგება. მაგრამ მე რისკი მიყვარს, ამიტომ გადავწყვიტე ეს მანქანა გზაზე დაემბრუნებინა, ოღონდ საქართველოში. ვნახოთ რამდენად რეალურია მისი აღდგენა, რა დაგვიჯდება მთლიანად ეს პროცესი და საბოლოოდ ღირდა თუ არა ამ პროექტზე დროისა და ფულის დახარჯვა. მე სანდრო ვარ კალმახელიძე, თქვენ უყურებთ სანდროს გარაჟს. ეს მანქანა უკვე ჩამოვიდა საქართველოში და მოდის თბილისში, ამიტომ წავედით ახლა ერთად დავხვდეთ და ვნახოთ რა ჩამოვიდა. იყო იმენა ხარა ამაში ლაპა უეჭველი და გაღონულია ახლა რა ვიცი რა არის გიტარაა თუ აი ესეც უეჭველი მაგან გააფუჭა ეს რაღაცა რა არის იმენა რა უნდა ამისაწევას ისე რომ არ დააზიანოთ თქვენ შობელძაღლები თქვენ ამერიკაში ვამ რაც შეეხება დაზიანებას ახლა მანქანა ესეა შეფუთული წესით და რიგით მარტო ბამპერი მჭირდება რა ვიზუალური ნაწილი და ფარი ოპა სურპრიზები არ ჩერდება წესით და რიგით მეთქი და ეგრევე არანაირი წესით და რიგით ესეც ჩვენი რადიატორების ბორკა ესეც ჩვენი ეკრანი კაპოტი რა შეგენაცვალე ეს საბურავით ცოტა რაღაცა დაწვენილი მეჩვენება სხვა რა ხდება ერთი აბა გარშემო შევხედოთ უკანა მარჯვენა მხარე კაია რაც კაია აუ ამ მანქანას კარფაკში ეწერა რომ დაეჯახა ლოს და ამას შეხედეთ მაგის ბეწებია საბურავში რანაირად შევარდა ბეწები ამას უყურეთ ალბათ შიგნით რადიატორებშიც იმედია ეხა ლოსის თავს არ ვიპოვით ფარი მთელია ბამპერი შიგნით რადოს არ ვიცი იქითა ფარი არ ამგონია რომ ვიდეს არა მაგას ეხა ვნახავთ მანქანაში აირბაგი არა აქვს გახსნილი, რაც კაია. შიგნით არ ჩამჯდარა ჩვენი ლოსი. უკან რა ხდება? უკან რაღაც ნაწილები დევს. ამ ოღონდ ახლა იქით ამ ხრიდან ავძრევით, რა მარ გლიჯოს იმენა. გზაზე ვდგავარ. აბა რა დევს ახლა შიგნით? საინტერესო. ანუ ქვედა აბლიცოკა მთელია. ბამპერი რავი რაში გამოდგება? ეს კრივოს სავასკა. всё, ფარი არ დევს. ამას აკუმულატორი აქვს. ამის წინ აკუმულატორი დამჯდარია. ეხლა წამოვიღე ერთი აკუმულატორი და ნახოთ აბა იქნება ძალიან მკვდარი იყოს აკუმულატორი და მაგით ვარი ქოქებოდეს. აი ჩვენი აკუმულატორი სადაა Jeep Cherokee-ს აი ვინ მოიფიქრა სკამის ქვეშ რატო უნდა იყოს აკუმულატორი? ახლა მაგარ ზუბერავენ ხოლმე ზოგი რა. ის კეიფის არ იყოს იმის ქვეშ რო უყენია დაფის ქვეშ. ზრავსაფარი ესე იყო სკოჩებით დაბმული, რომ ალბათ საკეტი რა თქმა უნდა გავშჭებული აქვს. ქეთა სკოჩით. აბა რა ხდება ძრავში. ვენტილატორი არ ვარგა, რადიატორების ბორკა ჭირდება მთლიანი. აი ეს ყოლოფის რადიატორი, წყლის რადიატორი და კონდიციონერის რადიატორი. დანარჩენი რა მოდი მაინც ზეთით ვნახოთ. ზეთი არის. რა ვახარგობა? კაინის ყოფილა დარტყმული მთელი რადიატორების ბორკა უნდა რა. არა ეხა ვისთან წავიყვანო მაგას ფიქრობ ჯერ ვისთან წავიყვანო ახლა ჯერ ეს რადიატორები თუ ჯერ საბურავი გავაკეთებით. აი არ ვიცი. გამოვიღე როგორც იქნა აკუმულატორი. ეს პატარაა ჩემი და ეს თუ წავიდა ახლა აქ ცოტა ხნით მაინც კაია. აჯემი კი არის ესეც. აფშაფაში. ნაკოქვით არის ქოქება. ვებს წერს ნეტარად ვარი ქოქება. სერვისარი ვარ. ალბათ კომპიუტერულად უნდა რა დაასბროსო ალბათ. და მე შეიძლება გაიტანოს. აი ესეთი აპარატი მაქვს ნაყიდი ThinkDiag 2-ის. სადღაც 150 € მივეცი როგორც მახსოვს. შევხვალ თავის აპლიკაციაში. რა თქმა უნდა გააღებ იმას რა ქვია Pribors. ძალიან ბევრ რამეს აკეთებს ეს აპლიკაცია და ეს პატარა აპარატი რა შეიძლება ყოლოფი დააპროგრამო, შეგვიძლია რულავოი დააპროგრამო, დისტრონიკი დააპროგრამო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა გავანულოთ ყველაფერი. იქნება პროგრამამ იმას ქნას რა დაასპროსოს და მე დავუქოქოთ სადოთ მაინც. ვარ და მე უკვე წავალთ პროგრამისთან. ან ჯერ
შევცვლი რადიატორებს და მე წავალ პროგრამისტ. ესე ხა ყველაფერს ნახავს თვითონ. რა პრობლემა აქვს? აი რაღაცებს ყრის, ხო ხედავთ? ეგრევე ყველაფერს დაუსბროსავ და მე რომ ნახოთ დაიქოქება თუ არა. ნახოთ თან რას დაიტოვებს. აქ შეიძლება ახლა რამე დაიტოვოს რა. ანუ რაც წაიშლება, რაც არ წაიშლება, ესე იგი აქტიური კოდი აქვს. მე ნახეთ რაღაცეები წაიშალა, რაც მანამდე იყო ამოგდებული. რას დატოვებს? ეხლავე ვნახავთ. 3 ის დატოვა მარტო. ერთი airbag-ი ონთია და რომელიღაცა სენსორი იქნება, შეიძლება რემენი იყოს. მეორე არის წინ რა, ვენტილატორი რო გაფუჭებულია, მე მგონი რა და ეს მესამე რა არის, არ ვიცი. აი ახლა ვნახოთ აბა თუ დაიქოქება. ოპა, თავის ფაში. ყველაფერი ძრავი შვენივრად მუშაობს. დაიქოქა ბიჭო, დაიქოქა, აი. ვარ პროგრამისტი მე რა. პროგრამე? დაისბროსა რაღაცები და დაიქოქა. აი ეს კაი, ანუ ეხლა წყალი არ არის, პროსტა მალევე უნდა ჩავაქრო. დანარჩენი ყველაფერი რა ძრავი მუშაობს, კაი ეგეთ. წავალთ ახლა პირველ რიგში მივიყვან რომ დავშალოთ წინ ცხვირი, რადიატორები დამჭირდება, თუ რომელიმე გაკეთდება, თუ რომელიმე არ გაკეთდება, უკვე წავალთ ყველა ვარიანტში ვენტილატორის საყიდელია და რაც დავინახე მოკლედ წესით არც ერთი არ გაკეთდება და დავშილთ ახლა, შევხედავთ ვიზუალური ნაწილებიდან რაც ვჭირდება არის წინა ბამპერი, მარჯვენა ფარი და მე მგონი ქვედა ტუმანიკი. დანარჩენი უკვე შიდა რადიატორების ამბავია. უკანიც რაც გამიღუნეს, ეგეც უნდა ვიყიდო. და მე მგონი ნელ-ნელა უცებ-უცებ დადგება მანქანა რა. ეხლა ჩამოვიყვანთ მანქანას, მოვა ევაკუატორი და წავიყვანთ. მე მგონი უცებ-უცებ უნდა დავშალოთ ეს მანქანა. აი ეს კაროჩე რა, ნერვებს მისლის ესეთი რაღაცები რო არ ქონდა მანქანას და მე რო იჩნდება ხა ვის უნდა მოთხოვო ამერიკაში. ვიღაცა ის და იქ საჭესნას უფეხებზე იგი და როგორც უნდა გავი ისე აი ნახა ეხა $500 მანქანაო, გამტრეულია და უფეხებზე იგი და ისე აიღო ეს რა. წამო წინ არაფერი არა. მოიცა? აი ეს უკანა ბორბალი ვაფშე არ მიდის. აზე ჩადი. უნდა ჩააცურო ეგრე და არ გავაფუჭოთ რა. ვაფშე არ მოძრაობს უკანა ბორბალი. ხო რამ გაჭედა? მოიცა? მე ჩამოვიყვანთ რა. ის საბურავი წერად რო. აბა, ასე ქეთი. საით ავიღო? შენგე? მოდი. ჩამოსული ვარ? ოხურე ჩამოუწევ შუშა. ესე მე. ესე. აჰა, всё. და ერთი საბარგულში ვნახოთ. ახლა შესაქმნები. запуск. მაგრამ კი ვიდეოს უკანა საბურავი. მოვიყვანეთ, ეგრევე დაიშალა მანქანა. აი, რადიატორები, მოკლედ მოიხსნა. არ ვარგა არც კონდიციონერის, არც წყლის რადიატორი. ეს ხო მით უმეტეს დაშლილი ამთლიანად, ალბათ ლოსის თავი მოხვდა ამაში. კოლოფის რადიატორი გადარჩენილი. აი ეს ეკრანია გაღუნული, ზედა და აი ეკრანის ფეხი. ამას დიდი ალბათობით გაასწორებს რა. ეხლა უნდა წავიდეთ, მოვიტანოთ რადიატორების ვორკა. გჭირდება ასე ბამპერი, აი ეს აქ გაფუჭდა რა ვიცი რატო, ალბათ ახთისას გააფუჭეს და მე გზაში ეგრე ჩაჟანგდა და დანარჩენს ახლა ნაწილებს მოვიტანთ და მე ავაწყობთ. გვერდზე მაგარი ნადირი მანქანაა დგას. Ten просто имаш гетკვინო ოთქლები ნიო კაპაკეტარ ვარიგეს. ვაფშე. ის როდის გეტყება მაგრამ ამაში ბოდიში მოიხედეს მე ავტოზავოდმა მაგის გამოშვებისთვის. всё. წავედით ახლა ნაწილებს. წამოვედი ნაწილები უნდა მეძებნა 2015 წლიანი Grand Cherokee-ს და რაღაც ნაწილებს ვერ შოულობდი რა. ვიღაცას ბამპერი ქონდა, ვიღაცას მე ის არ ქონდა, ვიღაცას ეს არ ქონდა და თან მარჯვენა ფარიც ხომ მჭირდებოდა. მაშინ ორიგინალი უნდა მეყიდა მარჯვენა ფარი და იქნებოდა ჩვეულებრივი 2015 წლიანი და საბოლოოდ გადავწყვიტე 2017-იანი ცხვირზე ავაწყო რა. უფრო მიმზიდველიც არის, ანუ რესტია, იგივე მოდელია, ჭირდება მარტო ფარის სამაგრების გამოცვლა, სხვანაირი ფარები აქვს და სხვანაირი ბამპერი. მაგრამ უფრო მიმზიდველია და რატომღაც ეგრე გადავწყვიტე რა. თან ეს ორიგინალი ფარი ხო შემრჩება მაინც და ის ფარი გაიყიდება რა. ან თუ ვინმეს დაგჭირდებათ, მე გაჩუქებთ მაგ ფარს 500 ლარს იძახდა ყველა ორიგინალ ფარში და აი ამის ფარი ვიყიდე რესტის 350 ლარად, ძალიან კარგ ფასში მომწეს 375-ად. ეხლა განახებთ ციას რო გავჩერდებილები ვიყიდე და ყველაფერს კიდევ დეტალურად აგიხსნით. სხვათა შორის Grand Cherokee-ის ნაწილები ორიგინალი საკმაოდ
ძვირი ღირს, ახალი თუა და ტრეილ ჰოკი თუა მაგის კიდე უფრო ძვირია და ნუ სავალი ნაწილიც სხვათა შორის არც ისე იაფია. ტრეილ ჰოკის კიდე ჩეროკი იყოს, კიდე გრან ჩეროკი, აი ყველაფერს მინიმუმ 2 მაგი ფასი აქვს ან მეტი და ნუ ლიმიტედის რა თქმა უნდა ცოტა რაღაცები მაინც ძვირია. ამ მანქანების ყველაფერი ვიღირს დაახლოებით $1200. რა ვიღირს რო იცოდეთ მაინც თუ 2015-მდე მე მგონი 1500 და 2017-დან 2016-დან რაც არის ეგ უკვე მე მგონი 2.5 ღირს მაგის 3 და 6 ძრავა. მაგრამ უცებ ევაკუატორზე რაც ავედი სხვათა შორის საკმაოდ რბილი მანქანა ჩანდა. გრან ჩეროკი არ მყოლია არასდროს ჩეროკები მყავდა ხოლმე. ნუ მყოლია გრან ჩეროკი 1-10 წელი მყავდა, მაგრამ ყველა გზაში გავყიდე ხოლმე და ეს რატომღაც აქამდე ჩამოვიდა და გადავწყვიტე რომ თან YouTube-ი გამეკეთებინა ამ მანქანაზე გადამეყო და ეხლა ვერკვევი ფასებში. ამასობაში დღეს ტაივანის ნაწილები ხო ვიყიდე და ვიყავი მისული ორიგინალ ნაწილებზე, თავიდან ორიგინალებს ვეძებდი და რადიატორების ზბორკა ეგრეთ წოდებული რაც მჭირდებოდა, ანუ წყლის რადიატორი, კონდიციონერის რადიატორი და ვენტილატორი ვიყიდე სამივე ორიგინალი 1000 ლარად. მე მაგბიშთანვე ავიღე ეს არ არესტის ზედა არის რა, აბლიცოვკა ცხაურა, მაგრამ მე რო გადავწყვიტე ერესტის ყიდვა დაურეკე ამ ბიჭს და ამას მიუბრუნებ უკან ჯიგარი არის ეს ბიჭი, კაი ბიჭი აღმოჩნდა. მოკლედ 1000 ლარი მაქვს გადახდილი რადიატორებში და ახლა ვეგანახებთ ამ ტაივანის ნაწილებში რამდენი მივეცი. აი ნაწილების სია მეგობრებორეებიც ვიყიდე. აბლიცოვკა, ბადე, ბადის ნიკელი, მოკლედ რო არ მოგაწყინოთ თავი, ვისაც გაინტერესებს დაასტოპეთ და შეხედავთ. მე ახლა დამრჩა მარტო საყიდელი, თავარი ბამპერი. მაგასაც ვიყიდი და ნაწილები ყველაფერი მაქვს. უკვე გადავალთ მე მაწყობაზე, მოყვანაზე, ზაზორებში და მე შეღებოა. მე მგონი უცებ უნდა გაკეთდეს მანქანა. კაია რომ აირბაგები არაა გახსნილი, თორე აი ჭერის აირბაგი თუ არის ხოლმე გახსნილი, მაგრა იწევება სანამ ამას დაშლი, მე გადააკრავა ხალხს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ტორპედოზე ხო საუბარი არ მაქვს, ტორპედოს რო დაშლი თუ აწყე კაია მე. ეგეთი ამბავი გვაქვს ნაწილებზე. ეხლა უნდა ავსბოროთ. ძალიან რბილად კიდადის მანქანა რა. დიდი დისკები არ აქვს და თან არაფერი არ ხმაურობს, ახლა ამ საბურავებსაც რო გავასწორებ ბრაზალზე, შვენიერი რბილი მანქანა. თან რა მიყვარს, აი სავსებაკი რო ჩამოყვება ხოლმე, ამ მანქანას თლიანი შეხედეთ. სავსებაკი აქვს ჩამოყოლი. ამ მანქანას ისე გავყიდი ბენზინს სულ არ ჩავასხავ. ჩეროკზე კარგად დადის ნაღდათ, აი უფრო რაღაცა დინჯი მანქანაა, ვიდრე ჩვეულებრივი ჩეროკი რა. მომეწონა. ამ ფასში კიდე რა ფასიც ჩდება ხო, იდეალური ჯიპია. აბა მეგობრებო, მზად ხართ, იხილოთ საოცრება. ოპა, იცით ეს რა მანქანაა? ესეც ჩვენი გრან ჩეროკი, რომლესაც ყობაც, ნუ შეღებოამდე მორჩა უკვე, დაგვრჩა უკვე სამალიარო სამუშაოები, ერთი წამით ჩავაქრო მანქანა, დაგვრჩა უკვე სამალიარო სამუშაოები, დარჩენილია წინა ბამპერის შეღებვა, კაპოტია შესაღები და რა თქმა უნდა, კრილოც აი აქ გაფუჭებულია და შესაღებია. ეხლა განახებთ კიდე პატარაზე რა აქვს კრილოზე გაფუჭებული, აი ნახეთ, მოდი ჯერ მანქანას მაინც განახებთ. აი კრილოზე ქონდა აი ეს რა. ხო და ამის გამო რაღაც აღარ მინდოდა რომ მთლიანად კრილო შეღება და მგონია რომ ცივად გამოსწორდება. დანარჩენი რა ზაზორებში მშვენივრად დაჯდა მანქანა. ეს რესტის ფარებიც ჩემი აზრით მოუხდა. ერთადერთი ეს დისკები დიდად არ მომწონს რა. ლარედოს დისკები არის და ლიმიტედის დისკები ბევრად ლამაზია ჩემი აზრით და უფრო მიმზიდველს ხდის მანქანას. ეხლა დაგეთვალიერებინებთ რა ნაწილები დამრჩა ამ მანქანას და რა ვინმეს თუ დაგჭირდებათ, საერთოდ გაჩუქებთ რა. ამიტომ მოვატრიალებ ახლა მანქანას და დაგიბრუნებით 2 წამში. აბა, ანახოთ ახლა რა ნაწილები დამრჩა. აუ, ამას უჭირს გაჩერება რაღაცა. ოპა, აი ესე განახებთ რა. აი ეს დამრჩა, ქვედა მხარე ბამპერის და ეს მთელია, აი ეს ნაწილია, მთელი, ქვედა ბადე, ფარი მაქვს მთელი მარჯვენა, კერა და მარცხენა. ასევე მაქვს კანტი მთელი, არ არესტის, ასევე მაქვს ტუმანიკი მთელი და ტუმანიკის ხუფი. და ვინმეს თუ დაგჭირდათ, გაჩუქებთ რა და წერეთ კომენტარებში, ოღონდ უნდა გყავდეთ ახლა ეს მანქანა, ისე არ დამიწეროთ, რომ თქვენ გაჩუქოთ და ვერ წახვიდეთ და გაყიდოთ. თუ გჭირდებათ რეალურად მართლა ვინმეს, დაწერეთ და ვისაც გაკლიათ ფარი, მაგას მოგცემთ რა. დაახლოებით მოგითხარით როგორც ღირს 500 ლარი ეგ ღირს, ტუმანიკი ღირს 100, 150 ლარი, თავის ჩარჩოთი, ის ქვედაც ეგრე ღირს 200 ლარი და ეგეთი ამბავია რა. ამიტომ ვინმე თუ აწყობთ ამ მანქანას, დაწერეთ კომენტარებში და მე აქვარ. შიგნით რა თქმა უნდა სალონიც ამოსაწმენდი გვექნება, პატარ-პატარა უბები აქვს. გზისგან გაჩენილი და ეგ არის გასაწმენდი რა და ჩასაფრენიც რა თქმა უნდა. მოკლედ მიეხედება და მარტივად გამოვიყვანთ საბოლოო შედეგს.
ეხლა ჩვენ უნდა წავიდეთ, ეს მანქანა შევღებოთ და საბოლოოდ უკვე დავასრულოთ რა. მე რო დავასრულოთ, გეტყვით უკვე როგორი მანქანაა ეს, რითი განსხვავდება ლიმიტედისგან, რითი განსხვავდება ტრეილჰოკისგან და ღირს თუ არა საერთოდ ლარედოს ყიდვა. აბა, წავედით. სანამ ჩვენი მანქანა კეთდება, გეტყვით რომ Grand Cherokee გამოდის 4 ძირითად კომპლექტაციაში: ლარედო, ლიმიტედი, ტრეილჰოკი და სამითი. ყველაზე დაბალი კომპლექტაცია არის ლარედო, ანუ ჩვენი მანქანა, რომელიც არის საბაზისო ვერსია და რომელსაც ყველაზე ნაკლები კომფორტი და ფუნქცია აქვს. გამალობაშიც ყველაზე სუსტია, რადგან არ აქვს forlow სისტემა, ანუ დაბალი გადაცემის რეჟიმი. ლარედოს შემდეგ მოდის ლიმიტედი, ვიზუალურად უფრო დახვეწილი LED ფარებით და კარგი დისკებით, ტყავის სალონით და სავარძლების და საჭის გათბობით. ანუ ეს კომპლექტაცია ბევრად კომფორტულია და ასევე უმეტეს შემთხვევაში გვხვდება forlow სისტემაც. ანუ გამავლობაში ლარედოზე ბევრად უკეთესია და შემდეგი მოდის ტრეილჰოკი, რომელიც ამ ორივეს ჯობია. ეს უკვე სხვა დონეა მთისთვის, აქ სტანდარტულად დაყენებულია Quadra Drive 2 სისტემა, რომელსაც აქვს forlow-ც და უკანა ელექტრონული LCD დიფერენციალიც. სწორედ ამ სისტემის წყალობით ტრეილჰოკი ყველაზე მაგარი Grand Cherokee-ა გამავლობისთვის. ამასობაში მივედით ყველაზე მაღალ კომპლექტაციასთან, რომელიც არის სამითი. ვიზუალურად უკვე მარტივად გამოარჩევთ. აქვს უფრო მდიდრული დიზაინი, მეტი ქრომის დეტალი, ოციანი დისკები, პრემიუმ ბამპერები, ბიქსენონის ფარები, LED დღის განათებებით და მთლიანობაში ბევრად უფრო ძვირადღირებული იერი. forlow სისტემა და LCD დიფერენციალიც აქვს. თან ბალიშებზეა, ძალიან რბილია, შეგიძლიათ აწიოთ ან დაწიოთ ქვევით და მთლიანობაში ძალიან მაგარი მანქანაა. ჩემი აზრით, ვისაც ერთხელ მაინც უტარებია Grand Cherokee-ის სამითი, ძალიან დიდი შანსია რომ შეეყვარებოდათ. რაც შეეხება ძრავებს, გამოდიოდა Grand Cherokee 4 ძრავით, 3 და 6 6 ცილინდრიანი, ყველაზე გავრცელებული და ძალიან საიმედო, 5 და 7 8 ცილინდრიანი ჰემი, მეტი სიმძლავრე და მეტი ძრავის ხმა, 3 და 0 დიზელი სხვადასხვა საკმაოდ ეკონომიური და ჯანიანი და ყველაზე სწრაფი ხმაურიანი, ნადირი და კაცური 6 და 4 ჰემი SRT. მოკლედ, ვინც Grand Cherokee-ის ძრავები და კომპლექტაციები არ იცოდით, უკვე იცით, ამიტომ დაუბრუნდეთ ახლა ჩვენს ლარედოს, რომელიც მე მგონი გაკეთდა. მზად ხართ, ნახოთ როგორი გამოვიდა Grand Cherokee? 3 2 1 ოპა. ესეც ჩვენი Grand Cherokee-ის პროექტი, რომელიც ჩემი აზრით წარმატებული გამოდგა. პირველ რიგში გაგვიმართლა იმაში, რომ ეგრევე დაიქოქა. მეორე ის, რომ ბევრი არაფერი გაგვიკეთებია და ძალიან მარტივად გაკეთდა მანქანა. და მესამე ის, რომ ძრავიც, გადაცემათა კოლოფიც და სავალი ნაწილიც მშვენიერ მდგომარეობაშია. ანუ $500-იანი Grand Cherokee, რომელსაც ამერიკაში გადაადგილება აკრძალული ქონდა, საქართველოს ლამაზ გზებზე კიდევ დიდხანს ივლის. დრო და ფული ტყუილად ნამდვილად არ დაგვიხარჯავს, წარმოიდგინეთ ეს მანქანა ფოთამდე მეჯდა $2400, გაკეთებიანად ყველაფერი დამჯდა $4500 და თან გავყიდეთ ძალიან მალე, რამდენად? $7200. მსგავსი ბიუჯეტის მანქანისთვის ასეთი მოგება ძალიან კარგია, ამიტომ მადლობა Grand Cherokee-ს. ახლა კი კიდევ ორი მანქანა ჩავამივიდა, წავედით ერთად გავაგრძელოთ ეს ვიდეო და ვნახოთ აბა რა მანქანებია. ამასობაში კიდევ ორი მანქანა ჩამოვიდა, ერთი არის Cherokee Limited 2016-იანი და ერთი Mazda CX-30. ამ Cherokee-ს გარედან დაზიანებები არ აქვს, დაზიანებული აქვს შუშები, წინა ლაბაოი აქვს ჩატეხილი, უკანა შუშა აქვს ჩატეხილი და ლუკი აქვს ჩატეხილი და ამ Mazda-ს დაზიანება აქვს წინა მარჯვენა მხარეს. ეხლავე დაგათვალიერებინებთ მაგასაც. ნახოთ აბა თუ დაიქოქება. თავარი ხო ყოველთვის ეგ არის. აუძრე. დენი არის. დენი აქვს ხო თავს? რა, ამასაც არა აქვს გრუში წელი. და შუშაც არა აქვს. რაცა აქეთა მხარე თუ აქვს, კიდე რაღაცას დავინახავთ. აუ, რა სკოჩია. აჰა, ნახევარი აქვს. აქამდე აქვს რა. აქ ხო დავინახავთ. კი არის აქ გაფუჭებული და ჭერი აქვს მე მგონი. აუ, ჭერი არ იყოს რა. აქ ლუკი არის რა ჩატეხილი. მაგრამ წინა მხარე ნეტა ეს ორ ნაწილად იყოფა. წინა ეს და უკანა შუშა. რა მოხდა და დაეცა რამე თუ უკანაც დაეცა, წინაც დაეცა თუ წინ დაეცა და იმან გააყრევინა მე შუშას და ის შუშაც.
პარკები. ეს რა. ყავის შიხოლები, სარკე, ეს რა. ჩიხოლე. აჰა. ეს ჩამოვარდა უოჭო. რა გინდა დაიქოქა, მთავარი ეგაა რა. მთავარია დავქოქეთ და შუშებს მოვაგვარებ. ახლა მეორე მანქანა ვნახოთ. ახლა გადმოვდივთ ობობაზე და გავიყვანთ სავალი ნაწილის ხელოსანთან. ეს ჩვენი ჩეროკი, რომელიც ერთი შეხედვით ცუდად არ გამოიყურება. დანარჩენი დღის შუქზე ვნახოთ აბა. აი ახლა ვდებთ მანქანას, დავტოვებთ და ხვალ უკვე გვეცოდინება რა ნაწილები გვჭირდება. კარგია რა გინდა? კი, всё, წავედით ახლა. ამ ჩეროქს მეორე ხელოსანს მივუყვან. ჯერ პირველ რიგში აი პატარაზე ჭერი აქ ჩაღონული, მაგით ვიწყებთ რომ ეგ გასწროს, მერე შუშა ჩავსვათ. დანარჩენს ნელ-ნელა პროცესში შევხედავთ. გიბრუნდებით ხვალდილიდან, გვიანია უკვე. აი ესე ღამეც ვმუშაობთ მეგობრებო, აბა, ხვალამდე. დილიდანვე დავშალეთ Mazda და გაგვიმართლა, მარტო ამორტიზატორი აღმოჩნდა გაფუჭებული, გადავრეკე, გადმოვრეკე და 500 ლარად ვიყიდე ამის ორიგინალი ამორტიზატორი, აღარ დავიწყე ჩინურის დაყენება. მერე წავედი წინა ორი საბურავიც ვიყიდე, მაგ დამშელთანვე 120 ლარად ორი საბურავი მომცა, დავიზივე ნახმარი და აგერ არის ეხა მანქანა, გადავაწყობთ. უკანა საბურავია კიდე სხვა ჩამოყოლილი რა, გაკრას ორი საბურავი ვიყიდეთ წყვილში და ორი წინ ექნება და ორი უკან. დანარჩენი ძრავი მშვენივრად დაიქოქა, ძალიან წყნარად კარგად მუშაობს, გარბანიც ბევრი არ აქვს, 60 აქვს და საყიდელი გვაქვს კარი, კრილო და წინ აბლიცოვკა რა. ორიგინალებში რაც მოვიკითხე, მაგარი ფასები დაარტყეს, 1200 ლარი კარი, 600 ლარი კრილო, ფარი არის კიდე საყიდელი, ფარი არ მომიკითხე. თუ ვიშოვეთ ტაივანის, გაიქნება. ამიტომ ახლა დავაყენებთ ამ საბურავებს და შემდეგ საერთოდ წაგვიყვანს საქმე, იქით წავალ. მოკლედ ფარებიც ვიყიდე ამ მანქანაზე, ჩვენს Mazda-ზე. Depos ფირმის ფარებია, ორივე მომწეს ნაცნობობით 1400 ლარში. ეს ერთი ფარი ორიგინალი ღირს $500, $500-600 რა. ეხლა მე ბლოკები უნდა გადმოვიტანო ამაზე, ამ ფარებზე. და ეგ არის. ბლოკის გარეშე იქითა ფარს გავყიდე, ამასობაში კარიც ვიყიდე. კრილოც ვიყიდე, როგორც გითხარით, ორივე 550 ლარში და წავიდა ახლა მანქანა ხელოსანთან. ეს კარი შეიცვლება, ეს კარი გასწორდება. კრილოც შეიცვლება, მერე შეიღებება და უკვე აირბაგებზე მივიყვანთ. აირბაგებს რა თქმა უნდა ჩავდებთ. არც ერთი მანქანა არ გამიკეთებია ისე, რომ რომელიმე მატყუარა ჩამაყენებინა. ყველა აირბაგი თავის ადგილას დგება. აბა წავიდა. სანამ Mazda კეთდება, ჩეროკის გაკეთება დავასრულეთ და განახებთ, ამ მანქანას გატეხილი ქონდა შუშები, პანორამა ჭერის, წინა შუშა, ანუ ლაბავოი და უკანა შუშა. სამივე ვიყიდეთ, ასევე ჭერი პატარაზე გავასწორებინეთ და კაპოტი იყო გაღუნული, ეგეც შევცვალეთ. საბოლოო ჯამში მშვენიერი მანქანა გამოვიდა, ჩეროკი 3 და 2 ძრავით, შავი შავში, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადია და ეგრევე გაიყიდა. ახალი გამბაჟების კანონიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ბოლო იყო ამ წლოვანების ჩეროკი ჩემთვის, ამიტომ მე მგონი ვემშვიდობები საბოლოოდ. თქვენ კი ვინც ჩემს ვიდეოებს უყურებთ და მოგწონთ აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი გვერდი, რომ არხი განვითარდეს და მეც мотиваცია მომეცეს უკეთესი და უკეთესი ვიდეოები შემოგთავაზოთ. და ხო, ზარის დაყენებაც არ დაგავიწყდეთ, რომ შემდეგი ვიდეო არ გამოგრჩეთ, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენ კი წავედით, გავაგზავნეთ გზა და აბა ვნახოთ Mazda-ზე რა ხდება. მე ვზივარ ახლა ჩვენს Mazda-ში და უკვე გამზადებულია, ჭერის აირბაგები ქონდა გახსნილი და ჭერი გადავაკარით, გავაკეთებინეთ. სხვადასხვა ძალიან რბილად დადის, მშვენივრად დადის. ესეთი მარტივი სამართავია და რბილი სამართავია რა, საჭეც რბილი აქვს. ქალაქისთვის და ვისაც პატარა ესეთი ბაკურიანში, იმაში ასვლა უნდა ხოლმე გუდაურში, კაი ვარიანტია რა, განსაკუთრებით ქალბატონებისთვის. ხმაც რო გითხრათ, დიდად არ შემოდის. გაწევითაც ეხა CHR-ზე და HR-ზე, Honda-ზე კარგად ნაღდად დადის, რაც ჩავაჭირე რა. ეხლა ჩვენ მივდივართ Lion აუქციონზე წეროვანში. ამ მანქანას დაგათვალიერებინებთ, მაგრამ
ეხლა მივიდეთ live აუქციონის პროცესი უნდა განახოთ და რა მანქანები რამდენად გაიყიდება, ერთად ვნახოთ. მერე კი მოვუბრუნდეთ და მანქანა საბოლოოდ შევაფასოთ როგორი გამოვიდა. მოკლედ 12 საათიდან იწყება რეგისტრაცია მანქანებზე რა. მანამდე ამზადებენ ასე მანქანებს. აი ეს მანქანები გამოვა დღეს აუქციონზე და პირველად იწყება live აუქციონი. აი ნელ-ნელა შედის ახლა ჩვენი პირველი არა და მეორე მანქანა, პირველი დგას Mazda. ეს ყველა 10-ვე მანქანა დღეს გაიყიდება. ნახოთ აბა რა ფასებში გავა. თქვენს live პროცესში ნახავთ ამ ყველაფერს. წამოეხა დაველოდოთ ჩვენს ადგილს და ჩაუჯდეთ აუქციონის ფასებს. ეს არის 2025-იანი Mazda. მაგარ ფასში გაიყიდა, ჩათვალეთ ახალი მანქანა 500 მილი აქ გარბენის, ნახე რა ესა დაზიანება, 10 ნახევარში გაიყიდა. შემოვიდა შემდეგი და ეს არის Ford Fusion-ი, ჰიბრიდი დატანვადი. Fusion-ი გავიდა $7,000-ში. აი დაზიანება ეს. რა სიტყვით აბა როგორი დაზიანება? შემოვიდა შემდეგი 2018-იანი Honda HR-V. ჩემი Mazda-ს კონკურენტი, აბა ვნახოთ. საწყისი ფასი ქონდა $6,000. აბა ვნახოთ რამდენში გავა. Camry ჰიბრიდი XLE კომპლექტაცია. ჩემი ფავორიტი დღევანდელი აუქციონის არის ეს სამი მანქანა. წარმოიდგინეთ დაუზიანებელი Camry, ანუ არაფერი რო არ ჭირდება, ჰიბრიდი 21 თუ 22 წლიანი გაიყიდა 11 და 3-ში, განუბაჟებელი. Mercedes-ი გაიყიდა 7 ნახევარში, გამბაჟებული 140 კილომეტრი აქ გარბენი. ბოლო-ბოლო AMG და AMG პაკეტზე გადააწყე, დისკები ვიყიდე, აი 900-ზე მეტი ხო არ გიჯდება, დაუზიანებელი მანქანაა თან. და რა 4 ყველაზე მაგარი ლოტი დღეს იყო ეს რა 4, აი 14 ნახევარში გავიდა, წარმოიდგინეთ XL პაკეტია თან. და გამზადებული, ანუ განბაჟება უნდა მარტო და всё. მოკლედ დღევანდელი ჩემი ფავორიტი არის ეს სამი მანქანა. ამიტომ ასეთებიც ხშირად ხდება ხოლმე მეგობრებო, რომ ძალიან მაგარ ფასებში იყიდება მანქანები. ამიტომ გაითვალისწინეთ. ახლა კი წავედით ვნახოთ ჩვენი Mazda. და ესეც ჩვენი Mazda CX-30 მეგობრებო 2021 წლიანი, რაზეც რა გავაკეთეთ? შევცვალეთ კარი, ვიყიდეთ ტაივანი, შევცვალეთ კრილო, ვიყიდეთ ტაივანი, შევცვალეთ ფარები, როგორც გახსოვთ, დამტრეული იყო მარჯვენა ფარი წინა, ვიყიდე ორივე ტაივანი და დავაყენე, რადგან ტაივანი ორიგინალზე არ დგება და ორიგინალი ღირდა დაახლოებით $600-700 რა. ორივე ფარში მივეცი 1500 ლარი. ამ ფარს კიდე რამე ან სხვა მანქანაში გამოვიყენებ
ან ჩათვალოთ გავყიდი რა. ბამპერი მთელი იყო, პატარაზე გასაკეთებელი იყო და გავაკეთეთ. აი ეს მოლდინგები ვიყიდეთ, ზაზორები დიდად არ მომწონს, აი ხა განახებთ როგორ არის ახლოდან შეხედეთ. ანუ ცოტა ისეა რა, დასასმელია კიდე აი, ნახე. აი ეს ახლა ესეთი სხვაობა აქვს და არ მომწონს რა. და ეგეთი პატარ-პატარა დეტალები კიდე ბოლომდე მისაყვანი მაქვს რა. შუშა არის კიდე შესაძლებელი, გაბზარულია. აგერ არის. ეს ვაფშე არ მქონდა დანახული. თურმე გონია ბზარი. შევღებეთ შემდეგ ბამპერი, კაპოტი, კრილო, კარი და უკანა კარი. იქ პერეხოდი გაკეთდა პატარაზე, ის იყო დაზიანებული. მე მგონი კარგად გამოვიდა. პოლირებაც კი არ გამიკეთებია ჯერ და რა ვიცი, ფერი მე მგონი ნორმალურად ზის. თქვენ რას ფიქრობთ? ხო, კიდევ რომ არ გამომჩეს, გავუკეთეთ აირბაგები, ჭერის აირბაგი იყო გახსნელი მარჯვენა მხარე და ჩვეულებრივად აირბაგი ჩავდეთ შიგნით, უნივერსალი აირბაგები იყიდება, რასაც ჩადებს აირბაგის ხელოსანი, შემდეგ გადააკრავს ჭერს და არის ჩვეულებრივად როგორც იყო ისეთი. არც ერთი მანქანა არ არსებობს, რასაც აირბაგი ქონდა გახსნილი და მე პირადად შიგნით აირბაგი არ ჩამიდია. მარტო თქვენ ჯიბეზე ნუ ფიქრობთ, ცხვის ჯანმრთელობაზეც და ცხოვრებაზეც იფიქრეთ და თუ აირბაგი ექნება გახსნილი, ადექით და ჩადეთ რა. მაგის 200 და 300 ლარი არც დაგაქცევთ და არც აკაშენებთ, ამიტომ ეგრე ჯობია. ეგ იყო ყველაფერი, რაც გავაკეთეთ ამ მანქანაზე, აირბაგებით დავამთავრეთ და დაგვრჩა შუშის შეცვლა და всё რა, პატარაზე მოვაზაზორებთ და მე მგონი მზადაა მანქანა. რაც შეეხება ამ მანქანის ვიზუალურ მხარეს, მე ვიცი ახლა გვერდიდან განახებთ და თქვენ დამიწერეთ კომენტარებში რას გაგონებთ 1-3. აი ახლა გვერდიდან კარგად დააკვირდით ამ მანქანას და რას გავს დამიწერეთ კომენტარებში, აი ამ ფორმით რა. თუ დაწერეთ უკვე გეტყვით რა, ჩემი აზრით რაღაცნაირად კვაზიმოდოს არ გავს თუ რაღაც მოკლე ძაღლები რო არიან, ხო იცი ესეთი რაღაცნაირი ძაღლები. რაღაცნაირი ფორმა აქვს, აი მოკლე ის აქვს საბარგული ძალიან და რაღაც გრძელი ცხვირი რა. მე დიდად ამ მანქანის ფორმა არ მომწონს. თქვენ რა სიტყვით აბა დაწერეთ კომენტარებში. ხა CX5 ამას გაცილებით მირჩევნია. ვიზუალურად და როგორც მანქანა რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის უფრო პატარა კომპაქტური ქალაქში, მარტივად დასაპარკინგებელი და ისეთი რა. ქალბატონის მანქანაა რა, მოკლედ რო ვთქვათ. CX5-იც ეგეთია, მაგრამ ჩემი აზრით ეს უფრო. ისე სიარულით მე ძალიან მომეწონა, ძალიან მშვენიერი, რბილი, ჩუმი მანქანა არის. ფუნქციებიც აქვს, CarPlay-ც აქვს, Android Auto-ც აქვს, კამერებიც აქვს, რაც გჭირდება ქალაქში სამოძრაოდ. ჩემი აზრით ყველაფრით აღჭურვილია ეს მანქანა და თავის კონკურენტებს რო შევადაროთ, კომფორტის ამბავში და სირბილის ამბავში, მე მგონი არ ჩამოუვარდება რა. ამის კონკურენტები არიან Toyota CHR, რომელიც მე მაგრა არ მევასება, Honda HR-V, კიდე რა მანქანა არის, Kia Sportage, არა, Kia Sportage უფრო დიდია. კიდევ ამის კონკურენტია Hyundai Kona, Subaru Crosstrek და Toyota Corolla Cross-იც შეიძლება ამის კონკურენტი იყოს რა. თქვენ ვიზუალურად რომელი გირჩევნიათ, ტექნიკურ მხარეს, ბრენდს თავი დაანებეთ ყველაფერს, ვიზუალურად რომელი გირჩევნიათ, დაწერეთ კომენტარებში რა. აი ამ ჩამოთვლილი მანქანებიდან ვიზუალურად ამ მანქანებს რომელი გირჩევნიათ. მე მაგალითად ამას ვიზუალით მხოლოდ მირჩევნია Subaru რა. Crosstrek ახალი ახლა Subaru, მშვენიერი მანქანაა ვიზუალით ჩემი აზრით ჯობია. Kona ახლა ივენა ამას გავს. CHR-იც მახინჯი მანქანაა, მე არ მევასება. მგონი ეს შეიძლება დავაყენოთ მეორეზე რა, Crosstrek-ის მერე. თქვენ რას ფიქრობთ? რაც შეეხება ამ მანქანის ფასებს, რა ფასებში იყიდება და რა ფასებში ჩამოდის საქართველომდე ეს ავტომობილები. აქ ბაზარზე რომ გადახედოთ, ღირს დაახლოებით 12-დან 15,000 დოლარამდე, ნუ ძალიან დამტრეულებით 11-ებშიც არის რა. მაგრამ არის ძალიან ბევრი კომპლექტაცია ამ მანქანაზე და ეხლა ჩამოგითვლით რა, მე დამახსოვრებითაც ცოტა ისა ბეისი არის, სელექტია რომელიც ეს არის, პრეფერდი არის, პრემიუმია, ტურბოა, ტურბო პრემიუმია. და Turbo Premium Plus არის. ანუ აი ამდენი მოდელი რა ჯანდაბათ უნდა და Mazda CX-30-ს გამაგებინეთ. გავაკეთე რა, რავი, 3 დაბალი რაღაცა საშუალო და მაგარი. იმენა 7 ის არის, რა ქვია, კომპლექტაცია და მე 7 კომპლექტაციის მიხედვით ფარები ზოგს ის აქვს, ვიზუალი რაღაცა სხვა აქვს, რაღაცას ის აქვს და კაროჩე ყველა სხვადასხვა ის აქვს რა ფასი და საძებრათაც ნაწილისთვის მაგარი ტვინის ჭამა, აბა ვინ კოდი იმას ქენი, ახლა რომელი პრეფერდია, ის არის ტურბოა, სელექტია, რომელი მოდელია და კაროჩე რა და ფასებს რაც შეეხება, ჩემი აზრით ამ მანქანიდან გამომდინარე ეს ფასები არ უნდა ქონდეს ნაწილებს რა. ცოტა შეუსაბამო ფასები აქვს ნაწილებს, იმიტომ რომ ხა რატომ აღირდეს ამის ფარი $700, მითხარ რა განსაკუთრებული ფარი აქვს, რამე ესენი აქვს შიგნით LED-ები აქვს ძალიან ძერს კი თუ აი რატო არის რა ესეთი ფასი ამის $700 CX-30-ის. მე მაგალითად ეგ თემა ვერ გავიგე რა. მოკლედ ამ მანქანის ფასები არის ეგრე როგორც თქვი 12-დან $15,000 ფარგლებში გააჩნია
კომპლექტაციას და საქართველოსამდე ჩამოდის დაახლოებით რო ჩაუჯდე ესეთი მოდელი ჩამოდის 7-8-ში 6.5-დან 8-მდე რა სელექტი. კაი მოდელი თუა პრეფერდი და პრემიუმი თუა 10 მაინც უნდა აქამდე და 11-იც უნდა რა პატარა დაზიანებით გულისხმობ რა თქმა უნდა. ეს კონკრეტული მანქანა დამიჯდა აქამდე $6,400 და წარმოიდგინეთ გაკეთებით ყველაფრით აი ხა აქამდე რა. ვა, შუქი მოვიდა. გაკეთებით ყველაფრით აი აქამდე. ლაბაოის შეცვლის გარეშე მიზის, თქვენი აზრით $9,000. ან $2,500 დავხარჯე რაში, რომ ვიყიდე ფარები, კრილო კარი და შევღებე. всё, ეგ არის $2,500. ნუ კაი ეს ერთი ფარი მაინც მაქვს და $700 თუ ღირს იმას 400-ში ხო მაინც გავყიდი, ხო? აი ყველაზე ცოტა ახლა დამშალთან რო არ მივიდეს ვიღაცა ადგება და ჩემგან იყიდის ნახევარფასში მედება ლამის რა. და გამოდის მოკლედ 9-მდე დამიჯდა ეს მანქანა და 11 ნახევარშიც რო გავყიდო გავატან რა. აღარ ღირს ახლა 3 თვე ველოდე თანხა ჩადებული ის კეთება პროცესი. ჩემი აზრით ღირს 11 ნახევარი ეს მანქანა. თქვენ რას ფიქრობთ? რაც შეეხება მეგობრებო ამ ვიდეოს სამივე მანქანას. ნუ პირველი განჩერო კი ნახეთ რომ გავაკეთე და დავდე თუ არა ეგრევე გაიყიდა და საკმაოდ წარმატებულადაც გაიყიდა ეგ მანქანა მეგობრებო. მეორე ჯიპ ჩეროკი შეიძლება ითქვას რომ იაფად გავყიდე 6 ნახევარში გავყიდე. ბევრი არც სამჩენია მაგ მანქანიდან 5 და 7 მეც და ეგ მანქანა და $800 დარჩა რა. უბრალოდ ძალიან ბევრი მანქანა ჩავმივიდა. აღარც მაგ მანქანის აქეთ-იქით მოძრაობის თავი მქონდა. აღარც ადგილი მქონდა გასაჩერებელი და ავდექი და გავყიდე. თან არც დამიდია საიტზე Instagram-ზე მწერდა ერთი ბიჭი და უნდოდა კონკრეტულად ეგ მანქანა. ჯიპ ჩეროკი და ჩავუგდე ფოტოები, მოვიდა, მოეწონა და წაიყვანა. კარგი მანქანა იყო, კარგფასადაც გაიყიდა და ჩვენი შემდეგი გასაყიდი მანქანა არის Mazda CX-30, რომელსაც დავდებთ ახლა საიტზე და მე მგონი 11 ნახევარში არ უნდა გაუჭირდეს გაყიდვა. მე ეგრევე ვფიქრობ, თქვენს დამიწერეთ, აბა რამდენი იქნება ამ მანქანისთვის შესაბამისი ფასი. საბოლოო ჯამში სამივე ერთად რომ შევაფასოთ, სამივე წარმატებული აღმოჩნდა სამივე ჩამოყვანილი მანქანა, იმიტომ რომ მინუსში არც ერთი გასულა, თავის ფასში არც ერთი გამიყიდია და საბოლოო ჯამში დატოვა რა სამივემ და შრომამ შედეგი გამოიღო. ჩემთვის მაგალითად დრო დაკარგულია თუ ან თავის ფასში ვყიდი, ან რა თქმა უნდა წაგებაში თუ ვყიდი. ასეთ შემთხვევაში როცა რაღაცა რჩება, მაინც პლუსში გასული ხარ რა. მანქანები თუ ჩამოგყავთ, გეცოდნებათ რომ ზაფხული ცოტა შეფერხებული პერიოდია, რადგან ყველას თანხა გადადებული აქვს დასასვენებლად, ყველას რაღაც მიფრინავს, სხვა გეგმები აქვს და ზაფხულისთვის მანქანაზე არავის ძალია ხოლმე რა. აი სექტემბრამდე გაყიდვები ასეთ თუ ისე დავარდება ხოლმე და მეც ბევრი მანქანა ჯერჯერობით გამიჩერდა და ველოდებით რა, გაიყიდება ვცდილობთ რომ დაბალ ფასში გავყიდოთ და უცებ გავყიდოთ ეს მანქანები. შესაბამისად ამ კანონმაც თავისი პატარა ზიანი მიაყენა, მაგრამ მგონია რომ ლავირებას მოვახდენთ და მალევე გადავეწყობით ისეთ მანქანებზე, რაც ჩვენთვის სახარბიელო ფასში ჩამოვა და ჩვენთვის სასურველი მანქანები იქნება, მაგას უკვე დრო გვაჩვენებს, მაგრამ სავარაუდოდ ალბათ 1 ნახევარი წელი მაინც აქედან კიდევ დაჭირდება, რომ მაგ ყველაფერს შევეგუოთ და გადავეწყოთ სხვა მანქანებზე, ასე რომ ვთქვათ რა. თქვენ კი მეგობრებო, მადლობა რომ ჩემ ვიდეოში იყავით და ჩემს გვერდზე იყავით, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი გვერდი. დამიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამ სამ მანქანაზე, დააყენეთ ზარისღილაკი და დაელოდეთ ჩემს შემდეგ ვიდეოებს. გველოდება ძალიან მაგარი ვიდეოები, ვეცდები მთელი წლის განმავლობაში შემოგთავაზოთ ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი სხვადასხვა მანქანა, რომ თქვენს ნახოთ ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს, კონკრეტულად სხვადასხვა მოდელები შეაფასოთ და თქვენი აზრი გამოიტანოთ და გადაწყვეტილებაც თქვენით მიიღოთ უკვე რა მანქანას ჩამოიყვანთ შემდგომში და რა მანქანას არ ჩამოიყვანთ. თქვენ კი ჩემო მეგობრებო დამიწერეთ კომენტარებში რა მანქანის ფასი გაინტერესებთ საქართველოსამდე და მე კომენტარებში ყველას გიპასუხებთ. ანუ კონკრეტულად მაინტერესებს Toyota Corolla რამდენად ჩამოდის საქართველოსამდე. რამე კითხვა თუ გვაქვთ კონკრეტულ მოდელებზე დამიწერეთ და ყველას ვეცდები გიპასუხოთ და კიდევ ერთი რა მანქანაზე გინდათ რომ ვიდეო შემოგთავაზოთ ასეთი მსგავსი მაგალითად როგორც CX-30 განვიხილეთ, რა მანქანის ვიდეოები გაინტერესებთ მითხარით და თუ მეყოლება აუცილებლად მაგასაც შემოგთავაზებთ. აბა დროებით და გამოიწერეთ ჩემი გვერდი რომ ერთად განვითარდეთ.